მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 20. საგანი დევს F-ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზის მთავარ ოპტიკურ ღერძზე 2F წერტილიდან 3F წერტილამდე. როგორც ნახატზეა გამოსახული. განსაზღვრეთ რისი ტოლია ამ შემთხვევაში ლინზის გადიდება. აგეთ მოდით ახლა შევხედოთ აქ ჩვენ ორ მნიშვნელოვან წერტილს, დასაწყისს და დასასრულს. ეხლა ამ ეს წერტილი თავარი ოპტიკური ლინზიდან დაშორებული არის. მოდით ცოტა პატარად დავხატოთ. ეს დაშორებული არის. მოდით ამას დავარქვათ D1 მანძილი, მანძილი არის, ხო? აქედან წერტილიდან ლინზამდე, რომელიც ტოლი არის 2F-ის, 1F-ი 2F-ის. ეს არის 2F-ის ტოლი. რაც შეეხება ამ მანძილს, ეს არის უკვე მეორე წერტილიდან, აქამდე დაშორება არის, მოდი ამას D2 დავარქვათ, ეს ტოლი არის 3F-ის. და მოდი თითოეული წერტილისთვის შევწეროთ დღე ლინზის ფორმულა. ლინზა შემკრები არის შესაბამისად 1 შეფარდებული F-თან, ტოლი იქნება 1 შეფარდებული D1-თან პლუს 1 შეფარდებული F1-თან. თუ გავითვალისწინოთ D1-ისა 2F-ია, აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ 1 შეფარდებული F1-თან ტოლი არის 1 შეფარდებული F-ს მინუს 1 შეფარდებული 2F-თან, 1 საკლდება. ეს ტოლი იქნება, მოდი გავაერთმშალიანოთ, არ დავიზაროთ. 2F-ია საერთო, 2 მინუს 1, 1 შეფარდებული 2F-თან. 1 შეფარდებული F-თან უგაცრავად, 1 წუთი, აქ ვართ, 1 შეფარდებული F1-თან თუ არის ამ გამოსახულების ტოლი, აქედან ჩვენ ვასწავლით, რომ F1 ტოლი არის 2F-ის. ანუ ეს წერტილი. გადასულა სადღაც აქ, ხო? აქ 2F-ში მოსულა, 2F-ში. ანუ ეს არის მანძილი, ეს მანძილი არის უკვე ლინზიდან გამოსახულებამდე F1 ტოლი გამოგვივიდა 2F-ის. ახლა მოდით უკვე D2-ისთვის, ეს წერტილი სად იქნება, მოდი გავარკვიოთ, ამისთვის იგივე გავაკეთოთ, რაც აქამდე გავაკეთეთ, 1 შეფარდებული F-თან იქნება 1 შეფარდებული D2-ს პლუს 1 შეფარდებული F2, ხო? D2 არის 3F-ის ტოლი, ჩავსვათ, 3F-ი აქედან 1 შეფარდებული F2-თან ტოლი გამოგვდის 1 შეფარდებული F-ს მინუს 1 შეფარდებული 3F-ი. გავაერთმშალიანოთ, მოდით ესეც ახლა ჩვენ რა გვექნება? გვექნება უკაცრავად რაღაც ვერავხაზავ, 3F-ი გვექნება, აქ გვექნება ზემოთ 3-ს მინუს 1, 2 შეფარდებული 3F-თან. 1 შეფარდებული F1-თან თუ არის 2 შეფარდებული 3F-თან, მაშინ აქედან F2 ტოლი ყოფილა 3F მეორეთი, ხო? 3F მეორეთი. შესაბამისად, ეხლა ეს ჩვენ 3 მეორედი F-ი არის დაახლოებით საათ, ეხლა 1F-ი და კიდე აქ. აქ არის, ხო? იქ მოვიდოდა. ეს არის 1.5F-ი. ანუ ეს მანძილი არის უკვე F2 უდრის 1.5F-ს. და ეხლა თავიდან გადიდება რა არის? გამადიდებლობა არის გამოსახულების სიგრძე. რამდენი არის გამოსახულების სიგრძე? გამოსახულების სიგრძე არის ეს ნაწილი, ხო? ეს ნაწილი არის 1.5F-დან 2F-მდე. მოდი ამას დავარქვათ L' შეფარდებული L-თან. სადაც L არის საწყისი სიგრძე, მოდი დავწეროთ, ესე იგი L არის საწყისი სიგრძე, თავიდან რა სიგრძე აქვს? 2F-დან 3F-მდე არის გადებული და მაშინ F-ი ყოფილა, ხო? L ყოფილა F-ი. და L' კიდე ყოფილა 1.5F-დან 2.F-მდე მოიქცა გამოსახულება. მაშინ სიგრძე იქნება 2F მინუს 1.5F-ი, ანუ F ნახევარი. შევიტანოთ, ესე იგი F ნახევარს თუ გავყოფთ ჩვენ კიდე F-ზე, ესენი შევუკვეცება და მივიღებთ 1/2-ს. შესაბამისად, საბოლოოდ თუ დავწერთ ახლა ჩვენ პასუხს, გამადიდებლობა ამ შემთხვევაში ყოფილა 1/2-ის ტოლი. ასე ბატონო ჩემო, ეს არის პასუხი B.